მოგესალმებით სამეგრელოდან, ანაკლიაში ვარ, ზუსტად იქ, სადაც უნდა აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი და თანამედროვე ქალაქი ლაზიკა. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ იქნებოდა მთელი კავკასიის ეკონომიკური კარიბჭე. სტრატეგიული განვითარების მეგაპროექტი, რომელიც საქართველოს პოზიციას რეგიონში გააძლიერებდა და სამუდამოდ პოზიტიურად შეცვლიდა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ლაზიკის იდეა მოკლა. ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ჯერ ხაზარაძეს მისცა, შემდეგ კი წაართვა. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ეს იყო მისი პასუხი, როცა საქმე ქვეყნის განვითარებას ეხებოდა. სანამ ოლიგარქი რუსის ნებაზე გვატრიალებს, სომხეთი და აზერბაიჯანი ამერიკელების მხარდაჭერით აფორმებენ სამშვიდობო მემორანდუმს და იწყებენ ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას. ანუ დასავლეთი და აღმოსავლეთი სამხრეთით გაერთიანდება. ჩვენ კი ხელიდან გავუშვით შანსი, რომ გავხდარიყავით მთავარი სატრანზიტო ცენტრი რეგიონში. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს თუ კითხავთ, გეტყვიან, რომ ანაკლიაში მიმდინარეობს სპორტის მშენებლობა. რეალურად კი აქ მხოლოდ სიჩუმეა, ანუ არაფერი. ახლა მოვატრიალებ კამერას და გაჩვენებ. ჩვენი მეზობლები იწყებენ რეალურ მშვიდობაზე დაფუძნებულ ღირსეულ კეთილდღეობას და კეთილდღეობის მშენებლობას, ჩვენ კი ისევ დგავართ ერთ ადგილას. მეტიც უკან მივდივართ. კარგავთ მომავალს, მეგობრებო. თუმცა შანსი კიდევ არსებობს. უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს, ბევრნი უნდა ვიყოთ და მშვიდობიანად უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი. ძალა ერთობაში.